რატომ აყირავა ტრამპმა მაგიდა? ეს არის ასე დავასათაურე, როგორც ნახეთ დღევანდელი ჩემი ვიდეო და ალბათ მიხვდებოდით, რომ ეს ჩემ პოზიციას უკვე გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რაც ვნახეთ გუშინ თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში, სწორედ აი ამ სკანდალზე, მის მიზეზებზე და შედეგებზე მინდა რომ დღეს გესაუბროთ. რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად ჩემი აზრი, არ გულისხმობს იმას, რომ ყველა უნდა დამეთანხმოს 100%, თუმცა უბრალოდ ვეცდები რომ გაგიზიაროთ ჩემი ანალიზი იმ ყველაფრის დაკვირვების შედეგად, რასაც თვალს ვადევნებთ ბოლო პერიოდის განმავლობაში და არ ვიცი, იმედი მაქვს რომ თქვენთვისაც შესაძლოა ეს ყველაფერი იყოს საინტერესო, სწორედ ამიტომ ვიწყებ ვიდეოს ჩაწერას. მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline და ვიდრე საქმეზე გადავალთ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, თუ მოგეწონებათ ვიდეო დაალაიქეთ, შემოდით დისკუსიაში, დაგვიწერეთ კომენტარები, ბოტებს არ გულისხმობ რა თქმა უნდა და მივეჩვიეთ მაგ ამბავსაც. მინდა იმედი გაგიცრუოთ, ძვირფასო ბოტებო და გითხრათ, რომ თქვენი რაღაც ნეგატიური კომენტარები ნამდვილად არ ახდენს ჩემზე გავლენას იმ კუთხით, რომ ჩემი ინტერესის შესახებ ვისაუბრო, ჩემი ანალიზი შემოგთავაზოთ სხვადასხვა თემებზე და ამით ხელი შეუწყო ჯანსაღ დისკუსიას. აქვე მადლობა ყველა გამომწერს, რომელიც მუდმივად გვიბრუნდება და გვადევნებს თვალს. კარგი, დავიწყოთ. რატომ აყირავა ტრამპმა მაგიდა? პირველ რიგში გთავაზობთ, რომ დავსვათ საკითხი ასე. რეალურად ტრამპის რიტორიკას რომ თავი დავანებოთ, რამდენად შედის შეერთებული შტატების ინტერესებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აი ამ მოცემულობაში დადება, რა მოცემულობაშიც დღეს ვართ. და იმ პირობებით, რა პირობებიც მანამდე იყო ნახსენები, ხო? ანუ არაფერი უკრაინის სასიკეთო არავის არ უხსენებია, მოთხოვნები დაყენებული აქვს რუსეთს, რომელსაც ყოველ შემთხვევაში თავის რიტორიკაში ტრამპი ეთანხმებოდა, ხო? რა შედეგს იღებს ამ შემთხვევაში რუსეთი? თუ დღეს პირობითად ხვალ გაფორმდება ეს შეთანხმება, ხო? ანუ მას შერჩება ის ოკუპირებული ტერიტორიები, რაც დაიკავა უკრაინაში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეს ერთი. მნიშვნელოვნად გაიზრდება მისი პოლიტიკური გავლენა რეგიონში და მადაც გაიზრდება ძალიან პუტინს. დაემშვიდობება უკრაინა, ანუ რაც დარჩება საბოლოოდ უკრაინისგან ყოველგვარ ევროატლანტიკურ პერსპექტივას და ეს პრინციპული საკითხი არის პუტინისთვის. გარდა ამისა, რეგიონში მისი გავლენა იზრდება, მათ შორის ჩვენს დიდი ალბათობით საქართველოს და კიდევ სხვა ქვეყნები რეგიონის, ვისაც ევროპული მისწრაფებები გააჩნიათ, აი ამ მიზნებს საერთოდ დავემშვიდობებით და წარმოდგენაც არ მინდა რა რეალობაში აღმოჩნდებით და პირდაპირ საფრთხე შეექმნება თავად ევროპას. დაუბრუნდეთ ახლა იმ კითხვას, რომელიც დავსვი, რეალურად აწყობს თუ არა შეერთებულ შტატებს აი ესეთი სურათი, რუსეთის ამგვარი გაძლიერება და გაბატონება ევროპის კონტინენტზე, მუქარა საფრთხე და ასე შემდეგ, ხო? ჩემი აზრით არ აწყობს ეს ყველაფერი რეალურად ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ აი აქ მივდივართ უკვე ტრამპის რიტორიკასთან და მის წინა საარჩევნო თუ შემდგომ დაპირებებთან. მშვიდობის მიღწევის შესახებ ის ამბობდა ჯერ 24 საათში დავამთავრებ ომს, შემდეგ უკვე 100 დღიანი ვადა შემოვიდა აი ამ განხილვაში და აი ამ პროცესში და ვნახეთ ეს მოლაპარაკებების დაწყება. რა ვუყოთ, ხო, აი ამ ტრამპის დაპირებას და როგორ გამოვიდეთ ამ ჩიხიდან? ჩემი აზრით, მარტივად, რაც გამოჩნდა, ეს არის, რომ ხელი გაიშვირა სხვისკენ. ამ შემთხვევაში ზელენსკისკენ და თქვა, რომ მე მინდა მშვიდობა, მე ამისთვის ვიბრძვი. აგერ ხალხო, შეხვედრებს მართავ, პუტინს ტელეფონით ვესაუბრები, მაგრამ ამ კაცს არ უნდა მშვიდობა. გამოსულია ჩეხიდან ამ შემთხვევაში და აი ამ შედეგით, იმ სკანდალით, რაც გუშინ ვიხილეთ ოვალურ კაბინეტში, ტრამპმა ხელები დაიბანა და ხელები დაიბანა არაერთი მიმართულებით. პირველ რიგში თავისი ამომრჩევლის წინაშე, რომელსაც როგორც თქვი უკვე ეუბნება, რომ მე კი იკვირდებოდი შენ, მე რეალურად მართლაც სუპერგმირი ვარ, ისევ სუპერგმირი ვარ, მაგრამ რა გავაკეთოთ, აგერ ზელენსკი როგორ იქცევა თეთრ სახლში უპიჯაკოდ მოსვლიდან დაწყებული რეები იკადრა და ალბათ კიდევ ნახავთ აი ამ ჰოლივუდს შემდეგ პერიოდში, როგორ ბოლომდე მოხდება აი ამ ამბის
რა ვიცი, შეფუთვა და როგორ ბოლომდე ტრამპის კამპანია მიმართული იქნება იქით, რომ თვითონ ყველაფერს ეცადა და აგერ ზელენსკიმ რაც უდი ბიჭია და როგორ გააფუჭა ეს ყველაფერი, რეები იკადრა. ეს შიდა მოხმარების სათქმელი, ასე ვთქვათ, თავისი ამორჩევლისთვის, მოდით შევხედოთ, რას ეუბნება ტრამპი ამ ყველაფრით დანარჩენ მსოფლიოს. რას ეუბნება პირველ რიგში რუსეთს. რას ნიშნავს რუსებისთვის ის ამბავი, რომ ტრამპმა განაცხადა, რომ მორჩა მე თამაშიდან გავედი, ყველაფერს ვეცადე, მე კაი ტიპი ვარ, მაგრამ აი, რა ვქნა, ჩემს ძალებს აღემატება ამ შემთხვევაში ის, რომ ვიყო გარანტორი სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების. აქ მინდა ერთ რამეს დააკვირდეთ, რომ აი ამ პოზიციით, გარდა იმისა, რომ ტრამპი რუსეთთან სამომავლო ურთიერთობის ხიდებს ინარჩუნებს და ამ კრიზისიდან გამოყავს ეს უშუალოდ ორი ქვეყნის ურთიერთობა, ძალიან მაგარი რამე ხდება იმ თვალსაზრისით, რომ რუსებისთვის ამერიკა როგორც მტრის ხატი გააქრო. რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო გარემოება გახლავთ. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ყოველი თუ არა, ყოველი მეორე რუსი თავში არის ჩადებული ასეთი რამე, რომ ისინი უკრაინაში ეომებიან რეალურად ამერიკელებს, ხო? ანუ მთელი წლების განმავლობაში პუტინის ეს პროპაგანდა ამ ხალხს ხო ამით უტენიდა ტვინს, რომ ისინი აი ამერიკელებს ეომებიან, რომლებიც მოდიან მათ საზღვრებთან და რაკეტების განთავსება უნდათ და პირდაპირ საფრთხეს უქმნიან და ასე და ასე შემდეგ, ხო? რაც ბევრჯერ გვსმენია. და რა უნდა იფიქროს ახლა აი ამ საშუალო სტატისტიკურმა რუსმა ყოველი თუნდაც პატარა ყოველდღიური სამხედრო წარუმატებლობის შემთხვევაში, ხო? რომ ის რეალურად აი ამ წარუმატებლობას განიცდის არა იმ უკრაინასთან ბრძოლაში, რომელიც ამერიკის მიერ არის გამაგრებული, ზურგ გამაგრებული და რომლის მარიონეტიც არის რეალურად, არამედ უკრაინასთან, რომელიც თავად იბრძვის და როგორც მათ ასაღებს პროპაგანდა, მას გვერდში უდგას მხოლოდ საცოდავი ევროპა, რომელიც ბუზღუნა მოხუც ქალად შერაცხეს, რომელიც არაფრის მაქნისი არ არის რეალურად და აი ამ დამცირებას ყოველდღიურად ცდილობენ ევროპის, მათ შორის აი ბოლო განცხადებებში, მათ შორის დღეს გაკეთებულ განცხადებებში წავიკითხეთ და მოვისმინეთ ეს ყველაფერი, ხო? ანუ რუსებს გამოეცალათ მტრის ხატი ამერიკის სახით და ძალიან გადასარევად გააკეთა ჩემი აზრით ეს ყველაფერი ტრამპმა აი ამ მოქმედებებით ერთის მხრივ ხელი გადაუსვა მხარზე პუტინს, აქო თქვა რომ აი პუტინს უნდა მშვიდობა, მეც მინდა მშვიდობა, მაგრამ საბოლოოდ მივიღეთ ეს, რომ ხელი გაიშვირა ზელენსკისკენ და ეს სამშვიდობო პროცესი ჩაიშალა და გუშინვე განაცხადა თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რომ მას აღარ აქვს მოლოდინი, რომ მოხდება აი ამ ცეცხლის შეწყვეტის ახლო მომავალში მიღწევა სწორედ ზელენსკის პოზიციიდან გამომდინარე და იქვე დასძინა, რომ თუ იქნება მზად მშვიდობისთვის ზელენსკი, შემდეგ დაბრუნდეს თეთრ სახლშიო. შემდეგი პუნქტი და შედეგი, რომელიც ჩემი აზრით დადგა გუშინ თეთრ სახლში მომხდარი სკანდალის ფონზე, ეხება უკვე ევროპას. ყოველი ევროპელისთვის საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ მათ საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა იზრუნონ. ამაში გულისხმობ პირველ რიგში საზოგადოებას, ევროპულ საზოგადოებას, ჩვეულებრივ მოქალაქეებს, არა პოლიტიკურ ლიდერებს და ავიცი პირველ პირებს, რომლებმაც ეს მანამდეც იცოდნენ, ჯერ კიდევ მიუნხენის კონფერენციაზე გაიაზრეს საბოლოოდ ეს ყველაფერი და ალბათ კიდევ მანამდეც გაიაზრა ბევრმა, რომ ამერიკა აღარ იქნებოდა მათთვის მთავარი დამფინანსებელი უსაფრთხოების საკითხების. ამაზე განცხადებები ჯერ კიდევ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის ვადის დროს მოვისმინეთ, ის მუდმივად მოუწოდებდა, რომ მეტი ფული ჩაედოთ
შეიარაღების და სამხედრო თვალსაზრისით გამოეყოთ ბიუჯეტიდან, თუმცა შედეგი არ დადგა, ხო? და დღეს ევროპელებიც აღიარებენ იმას, რომ კი საჭირო იყო ეს გამოფხიზლების არიო. ხო, ნუ მოკლედ პოლიტიკოსებისთვის ეს მეტად გასაგები არის, მაგრამ მოდით დავფიქრდეთ იმაზე, რეალურად ესმოდა თუ არა ეს მოქალაქეებს და აი ამ გუშინდელი ამბის მერე ჩემი აზრით გაცილებით ცხადი გახდა ყველასთვის ყველაფერი. ვინმე ბიძია ჰანცი, არ ვიცი, გერმანიაში, ვინმე საფრანგეთში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში გაიაზრებს უფრო მეტად იმას, თუ რატომ უნდა მოიკლოს შემოსავალი, ხელფასი, არ ვიცი, სოციალური რაღაც გარანტია, პირობითად თუ რაღაცა კომფორტი, იმის გამო, რომ მისმა ქვეყანამ დაამზადოს ტანკი და იმის გამო, რომ მისმა ქვეყანამ დაამზადოს, რა ვიცი, დრონი ან ნებისმიერი შეიარაღება. ეს იყო პრობლემა, ამაზე საუბრობდნენ პოლიტიკოსები, რომ მათ ჭირდებოდათ მეტი ძალისხმევა, რომ საკუთარი მოქალაქეებისთვის აეხსნათ, რატომ უნდა გაეზარდათ მთლიანი შიდა თავდაცვის ხარჯებზე, რატომ უნდა მიემართათ მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 3, 4 ან 5%, რომელსაც ტრამპი ითხოვდა ამ შემთხვევაში ევროპელებისგან და ჩემი აზრით ამ გუშინდელმა ამბავმა, ვიცი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ჩემი აზრით უფრო შეგნებულად ტრამპმა საქმე გაუკეთა რეალურად პოლიტიკოსებს, ევროპელებს, მათ ნაკლები ძალისხმევა დაჭირდებათ ახლა ამის ხალხისთვის ასახსნელად, რომ მეტი ფულის გამოყოფა არის საჭირო და ამერიკის იმედად ვეღარ იქნებიან. ახლა მთავარი კითხვაც და გამოწვევაც არის შემდეგი, თუ რა იზავენ ევროპელები, ასე ვთქვათ, რა შეუძლიათ მათ, რომ გააკეთონ უკრაინის მხარდასაჭერად, ანუ საკუთარი უსაფრთხოების მხარდასაჭერად, ამის ხაზგასმა აუცილებელი არის, რეალურად გააჩნიათ თუ არა სიმტკიცე და ასევე რა შეუძლია გააკეთოს თავად უკრაინამ და აი ამ ნაწილში მინდა ხაზი გაუსვა რამდენიმე გარემოებას, რა დავიწყოთ უკრაინით სწორედ და მინდა თქვა, რომ ანუ როგორც დიპლომატიურ ველზე, ასევე ბრძოლის ველზე, არ ვიცი, ჩემი აზრით, უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ ისინი მზად არიან იბრძოლონ ბოლომდე საკუთარი თავისუფლებისთვის და სუვერენიტეტისთვის, საკუთარი ეროვნული ინტერესებისთვის და არა იმიტომ, რომ მათ ომი უნდათ, არამედ იმიტომ, რომ მათი არჩევანი არ არის აგრესორის წინაშე კაპიტულაციის გამოცხადება. რა შეუძლია უკრაინას, როდესაც აი ამ კითხვას ვსვამთ, გასათვალისწინებელი არის თავად უკრაინელი, როგორც პოლიტიკური პირების, ასევე სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებები, რომ მათ შეუძლიათ რეალურად ბრძოლა და გასათვალისწინებელი ასევე არის ბოლო მიღწევები, რომელიც მათ აქვთ სამხედრო ინდუსტრიაში. ისინი აი ამ 3 წლის განმავლობაში მათ მოახერხეს, რომ მნიშვნელოვნად წინ წავიდნენ ტექნოლოგიების თვალსაზრისით, რაც მთლიანად ცვლის ომის სცენარს და პრინციპში დღევანდელი ომი, რუსეთ-უკრაინის ომი აბსოლუტურად განსხვავებული არის და ამას განაპირობებს სწორედ ტექნოლოგიური მიღწევები და აი ამ მხრივ გაცილებით წინ არის დღეს უკვე უკრაინა რუსეთთან მიმართებით. მათ ძალიან დიდი უპირატესობა მოიპოვეს საჰაერო დრონების წარმოების თვალსაზრისით, როგორც შეტევითი, ასევე სადაზვერვო დრონების წარმოების თვალსაზრისით, კამიკაძე დრონები, სხვადასხვა კატეგორიის, როგორც ახლო მოქმედების, ასევე შორი მოქმედების, რომლითაც 1000 და 1200 კილომეტრის მოშორებით ურტყავენ მაგალითად რუსულ ნავთობ ობიექტებს და ეს ბოლო დროს ჩვეულებრივი ხშირი მოვლენა გახდა. გარდა ამისა, მათ ძალიან დიდი წინსვლა აქვთ ზღვაზე, თუნდაც წყალქვეშა დრონების წარმოების თვალსაზრისით, რამაც უდიდესი პრობლემები შეუქმნა რუსეთის სამხედრო ფლოტს
და გარდა ამისა უკვე ბოლო დროს მიწაზეც კი, ხმელეთზეც კი იყენებენ რობოტებს და ასეთი ტიპის სამხედრო ოპერაციებს ატარებენ. ძალიან მაგარი ბოლო სიახლე არის ასევე რაც ეხება სპეციალური ტექნოლოგიების შემუშავებას, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა რუსეთის შეტევები. გულისხმობ ტექნოლოგიას, რომელიც მიზანს ურევს არა მხოლოდ დრონებს, რასაც აქამდეც აკეთებდნენ და სვამდნენ, მაგალითად ჩაჰიდის ირანულ დრონებს და დღესაც იყო ეს სტატისტიკა, არამედ უკვე პლანირებადი ბომბების განეიტრალება დაიწყეს აი ამ ელექტრონული სისტემებით, რაც ბოლო პერიოდში იყო რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იარაღი, ისინი 60 და 70 კილომეტრის მოშორებიდან ამ ავტომატური დამიზნების სისტემის მქონე ბომბებს უშვებდნენ სამხედრო სამიზნეებისკენ და ახლა ისინი როგორც ვკითხულობ სხვადასხვა წყაროებში რუსები ძალიან პანიკობენ და წუწუნებენ იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ეს პლანირებადი ბომბები მინდვრებში ცვივა და მიზნებს ვეღარ ხვდება სწორედ იმ მოწყობილობების გამო, რომელიც მათ მიზანს ურევს და რომელიც მთელ ფრონტის ხაზზე განათავსა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა. აი ეს სიახლეები, ის ინდუსტრია, რომელიც ამოქაჩა ძალიან უკრაინამ, სწორედ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დახმარებით, ძალიან დამაიმედებელი არის მათთვის და ამბობენ, რომ აი ამ თანამედროვე ტიპის ახალ ომში, სადაც სამხედრო ძალაზე, ცოცხალ ძალაზე მეტად უპირატესობა სწორედ აი ამ ტექნიკურ საშუალებებს ენიჭება, მათ შეუძლიათ კიდევ რომ გაძლონ და თუ ექნებათ შესაბამისი მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან და არ დაუკარგავთ მათ არც შტატების შემდგომში სამხედრო დახმარების გაგრძელების იმედი და ამ ურთიერთობების დაალაგების იმედიც, არც მათ შორის ეს მინერალების მოპოვების შესახებ შეთანხმებაც არ არის ამ დროისთვის წარსულს ჩაბარებული და ეს შეთანხმებაც შეიძლება შედგეს. ამ შემთხვევაში უკვე აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ისინი ეყრდნობიან ამ ევროპელ პარტნიორებს, ევროკავშირის სახელმწიფოებს და არა მხოლოდ აქ არ უნდა დაგვაუწყდეს ასევე კანადა, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს ზელენსკის და მის გუნდს. პირდება სამხედრო მხარდაჭერასაც და არ უნდა დაგვაუწყდეს, რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთი, სადაც ახლა სწორედ იკრიბებიან ევროპელი ლიდერები, იქ არის უკვე ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც შტატების წარუმატებელი ვიზიტის შემდეგ უკვე ლონდონში ჩავიდა და ხვდება დღეს კირ სტარმერს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს და ხვალ უკვე ევროპელი ლიდერების მონაწილეობით დაგეგმილი არის, როგორც თავადვე შეაფასეს ეს მოვლენა პოლიტიკოსებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტი ევროპელი ლიდერების, რამაც უნდა განსაზღვროს შემდგომ უკვე მთლიანი კონტინენტის უსაფრთხოება. და ბოლოს მე მინდა რომ თქვენი ყურადღება შევაჩეროთ იმ ნაწილზე, თუ რა ხდება რუსეთში ამ დროს და რა მდგომარეობაში აღმოჩნდა აი ამ გუშინდელი ამბის შემდეგ პუტინის რეჟიმი. ტრამპი თამაშს გამოეთიშა, კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, მან ხელები დაიბანა და თქვა, რომ მას აღარ აქვს უკვე აი ამ სამშვიდობო შეთანხმების ახლო მომავალში გაფორმების იმედი და თამაშიდან გადის. ამ დროს პროპაგანდა ამ ამბავს რუსეთში ფუთავს, რომ პუტინს საქმე საზეიმოდ აქვს, თუმცა თუ დააკვირდებით თქვენ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მედვედევის მაგალითად და სხვების, რომლებიც არ ვიცი რა სიტყვით აღაღლანძღავენ ზელენსკის და ევროპას და რამხელა აგრესია და რამხელა გაწმილება იგრძნობა მათ განცხადებებში, ალბათ მიხვდებით, რომ მათგან ისინი ამდვილად არ ასხივებენ რაღაც სიმშვიდეს და არც იმის განცდას, რომ რაღაცა მათთვის სასარგებლოდ ხდებოდეს ეს ამბავი, ეს გადამწარებული განცხადებები, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში სწორედ ამის მანიშნებელი არის, მე ასეთი განცდა მრჩება ნამდვილად. უშუალოდ პოლიტიკური განცხადებების ნაწილში, თუმცა აი პოლიტიკური განცხადებების მიღმა არის კიდევ ერთი სიმპტომი, რაზეც მინდა რომ ასევე გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. მე ყოველ შემთხვევაში
ძალიან თვალში მომხვდა ეს ნიუსები, როდესაც გავეცანი გუშინ გვიან ღამით და ერთ-ერთი არის მაგალითად, რომ ტრამპის განცხადების შემდეგ, რომ ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი მნიშვნელოვნად დაეცა. ეს დიაგრამაც იყო მოცემული, სადაც აი პირდაპირ ჩანდა, როგორი მკვეთრი ვარდნა იყო აი ამ ინდექსის და ასევე შემდეგ გადავამოწმე რა ხდებოდა რუბლის კურსის ამბავში, რომ მოგეხსენებათ, რომ ინფლაცია ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა არის რუსეთისთვის და ეს პუტინმაც აღიარა თავად და სწორედ აი ამ მონაკვეთში გუშინდელი განცხადების შემდეგ ასევე მკვეთრად დაიწყო გაუფასურება, კვლავ ვარდნა რუბლმა, რომელიც ბოლო რაღაც 1-2 კვირის განმავლობაში მეტნაკლებად დასტაბილურდა, სწორედ აი ამ ამერიკასთან და სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლოდინების ფონზე, მაგრამ აი ეს ციფრები და ეს მაჩვენებლები, ეს ბირჟები, ვალუტა ყველაზე მეტად გრძნობიარე არის აი პოლიტიკური პროცესების მიმართ და ერთ-ერთი ინდიკატორიც საკმაოდ საინტერესო და ნუ როგორც ხედავთ რეაქციები აჩვენებს თუ რა მოლოდინები არსებობს ეკონომიკის თვალსაზრისით რუსეთში ამ მოლოდინებს მეტწილად კიდევ უფრო დაამძიმებს სანქციები, რომელიც დაწესდა ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მიერ, რომელიც ეხება სწორედ იმ შავი ხვრელების და შემოვლითი გზების გადაკეტვას, რომლითაც პუტინის რეჟიმი იღებდა მნიშვნელოვან შემოსავლებს, მილიარდობით დოლარის შემოსავლებს ბოლო პერიოდის განმავლობაში, იმის მიუხედავად, რომ სანქციები იყო დაწესებული, პირველ რიგში ეს ეხება ნავთობპროდუქტების ექსპორტს, ამაზე არაერთ ვიდეოში მქონდა საუბარი, ეს ყველაფერი კომპლექსურად მათ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს, მათ ეკონომიკას ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს, მართალია არ აღიარებენ, მაგრამ ეს თუნდაც ციფრებში და ყოველდღიურ მონაცემებში ძალიან ნათლად ჩანს და კიდევ უფრო მეტად კარგად გამოჩნდება ახლო მომავალში, სწორედ ეკონომიკური ფაქტორები, სწორედ მათი სამხედრო შესაძლებლობების გამოფიტვა იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ძალიან ბევრი ექსპერტი მიიჩნევდა, როდესაც აკვირდებოდა რუსეთის ნაბიჯებს, აი ტრამპის ამ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების ფონზე, რომ მათ მართლაც გაუჩნდათ მოლოდინი, ისინი შამპანიურებს ხსნიდნენ მოსკოვში იმის ფონზე, რომ ელოდებოდნენ მათთვის ძალიან ხელსაყრელი შეთანხმების გაფორმებას და 9 მაისს ემზადებოდნენ უკვე გამარჯვების აღსანიშნავად წითელ მოედანზე. ყველაფერი ძალიან ლოგიკურად ხდება, რაც მოხდა გუშინ თეთრ სახლში. ჯეიდი ვენსმა ითამაშა ჩამშლელის და სიტუაციის ამრევის როლი და ყველანაირად წნეხის ქვეშ მოაქციეს ზელენსკი, რომ მას შემდეგ ესეთი ემოციური რეაქციები ქონოდა. ფაქტი ერთია, რომ არც უამისობა იყო, მთელი რიგი ფაქტორები მუშაობდა ზელენსკისთვის წნეხზე, წნეხის განხორციელებაზე. იგივე ის განცხადებები, რომელიც კეთდებოდა, რომ აი ამერიკამ 350 მილიარდი დახარჯა ევროპელებმა, არაფერი დახარჯეს. ამის შესწორება ჯერ მოუწია მაკრონს, რომელიც 2-3 დღის წინ იყო ჩასული და ხელით გააჩერა ტრამპი და უთხრა, რომ არა ესე არ ყოფილა და ჩვენ მეტი დავხარჯეთ, რასაც თქვენ ამბობთ იმაზე და გარდა ამისა ჩვენ ვალად არ ვაძლევთ ამ ხალხს და გრანტებია მეტი წილი. მერე უკვე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გაუკეთა ეს ჩასწორება დელიკატურად ტრამპს და უთხრა, რომ არა ჩვენ ვალად არ მიგვიცი ამ ხალხისთვის და ჩვენ ვეხმარებით და კიდევ უფრო მეტად დავეხმარებით და საბოლოოდ ზელენსკის წინაც ეს ყველაფერი გაიმეორეს, უმადურობაში დასდეს ბრალი და სწორედ ამას მოყვა შემდეგ ის რეაქციები, რაც ყველამ ერთად ვნახეთ და საბოლოოდ ეს ყველაფერი ესე დასრულდა უშედეგოდ სკანდალით და ეს სკანდალი ახლა ყველგან ძალიან კარგად იფუთება და შესაბამისი შოუც გაგრძელდება ალბათ, show must go on ალბათ ამერიკაში, ამერიკელი ყოველ შემთხვევაში ტრამპის მომხრეებისთვის, რომ ის მართლაც კვლავ რჩება სუპერგმირად და ყველაფერში დამნაშავე არის ვოლოდიმირ ზელენსკი.
თუმცა მეორე საკითხია რა ხდება აი ამ პოლიტიკური განცხადებებით, ამ პოლიტიკური შოუს მიღმა, რა ინტერესები აქვს რეალურად ამერიკის შეერთებულ შტატებს, რამდენად აწყობს მათ რუსეთის გამარჯვება და მისი მოძლიერება და შემდეგი მთელი უბედურებები რაც შეიძლება ამ ყველაფერს მოყვეს და რა სიზამს ამერიკის შეერთებული შტატები ახლა უკვე კულისებიდან, ახლა უკვე მას შემდეგ რაც პირველ ხაზზე, ასე ვთქვათ, უნდა დადგეს საამოცემლობაში და სხვა გზა არ აქვს ევროპას, ბრიტანეთს, თავად კი როგორი იქნება მისი ურთიერთობები პირველ რიგში პარტნიორებთან, არა უკრაინასთან, დანარჩენ პარტნიორებთან, რომლებიც უფრო მეტად აქტიურად ჩაერთვებიან პროცესში, მიყიდის მათ იარაღს, სხვანაირად გაუწევს დახმარებას და შემდეგ მოხდება ეს ყველაფერი უკრაინაში, თუ რანაირად იქნება ეს ურთიერთობები, ამას ყველაფერს უკვე დღეიდან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ უკვე ხვალინდელ სამიტზე ლონდონში შეკრებილი ლიდერები და საინტერესოა ასევე რა ბედი ეწევა მინერალების იშვიათი წიაღისეულის შეთანხმებას, რომელიც თითქმის მზად იყო უკვე, გუშინ უნდა მოწერილი იყო ხელი მასზე, მაგრამ როგორც ჩანს, აი ამ ყველაფრის ფონზე რაც ვნახეთ, ეს შეთანხმებაც ჩაიშალა. მე მრჩება განცდა, რომ ამერიკელებს მართლაც სერიოზული ინტერესი აქვთ ამ მინერალებთან დაკავშირებით და საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ახლო მომავალში ეს თემა კვლავ გააქტიურდეს და მოიძებნოს გზები იმისთვის, რომ ახლა უკვე თამაშიდან საბოლოოდ გასული და ხელებ დაბანილი ტრამპი მიუბრუნდეს ამ თემას და ბიზნეს შეთანხმებები გააფორმოს ამ მინერალებთან დაკავშირებით. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მადლობა, რომ თვალს გვადევნებთ და იმედი მაქვს, რომ საინტერესო იყო თქვენთვის ჩემი დაკვირვებები, თუ ასეა. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და დაელოდოთ შემდეგ ვიდეოს. მე ძალიან დიდი ინტერესით ვაკვირდები მოვლენებს და ვეცდები, რომ მომავალშიც გაგიზიაროთ ჩემი შეხედულებები. ნახვამდის.